გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. როგორია ლელოს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც პარტიამ დამალა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე 2 ადამიანს ბრალდება წარედგინა. პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნა. რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს 47 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ და ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე მსჯელობენ. ნინო არღულიანი აშუქებს სამიტს, რომელიც კოპენჰაგენში იმართება და ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მასპინძელი ქვეყნის დანიის პრემიერ-მინისტრთან გასაუბრებით დაიწყო, რომლის შემდეგაც 47 ქვეყნის ლიდერმა გადაინაცვლა უკვე ღონისძიებაზე, სადაც ირაკლი კობახიძეს კომუნიკაცია უკვე ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ანტონიო კოშტასთან. კონკრეტულად რაზე ისაუბრა ლიდერებთან ირაკლი კობახიძე, ამის შესახებ განცხადებებს მოგვიანებით მოვისმენთ. მანამდე კი საქართველოს პრემიერმა ღონისძიების დაწყებამდე თქვა, რომ მას ის ამ შეხვედრებს გამოიყენებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე სასაუბროდ, ის ისაუბრებს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების გზებზე და ასევე ისაუბრებს საქართველოს ეკონომიკაზე, დაკავშირებადობაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ევროპისთვის მნიშვნელოვანია და სადაც საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. დღესვე ირაკლი კობახიძეს აქვს დაგეგმილი პირისპირ შეხვედრა რამდენიმე ლიდერთან, მათ შორის ის შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და ასევე EUTO-ს გენერალურ მდივანს. ეს შეხვედრები მას შემდეგ გაიმართება, რაც ლიდერები შეხვედრას უკვე სამიტის ფორმატში დაასრულებენ. ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც ევროპელი ლიდერებთან გვაქვს საუბრის საშუალება, გუშინაც ახშამზე ქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით და ყველგან საუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, საუბრობთ ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გუშინ ქონდა საინტერესო გაცვლა მოსაზრეების, იდეების ევროპელ ლიდერებთან და აქტიურად გამოვიყენებთ დღესაც ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. თემა არის ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხით, მინერალების კუთხით და თქვენ იცით, რომ საქართველოს ამ კუთხით აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი, მათ შორის სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. სამიტის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა გაჟღერდება, მათ შორის ცალკე ღონისძიება დაეთმობა საფრანგეთის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ემანუელ მაკრონს უნდა ევროპული კოალიციის შექმნა ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ. საქართველომ უკვე დაადასტურა თანხმობა, რომ ამ კოალიციის წევრი იქნება. დღეს ირაკლი კობახიძე მემორანდუმს ხელს ოფიციალურად მოაწერს, სადაც ამ დროისთვის 36 ქვეყანას აქვს დადასტურებული, რომ ერთობლივად იბრძვიან ნარკოტიკების წინააღმდეგ. როგორც უკვე გითხარით, ირაკლი კობახიძეს არაერთი პირისპირ შეხვედრა ექნება დღეს დანიის დედაქალაქში. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით ლიდერებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლისგანაც ევროპას ბევრი რამის სწავლა შეუძლია. საქართველო ევროსაბჭოს წევრია და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ვალდებულებები აქვს აღებული ადამიანის უფლებათა კონვენციის წინაშე. ეს დიდი პასუხისგებლობაა და ჩვენ ამ კუთხით დიდი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტექსტში ყოფნას და ერთობლივ მუშაობას. რაც შეეხება კონტაქტს, როგორც ევროპული საბჭოს გენერალური მდივანი, მე ყველასთან მზად ვარ კონტაქტისთვის. ცხადია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს კონტაქტი გვექნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ხვდები. საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოა. მე არ ვიცი არც ერთი სხვა ევროპული ქვეყანა, რომელიც თქვენსავით წარმატებულია. თქვენი პოლიტიკა სტაბილურია, ეკონომიკა კი ცაშია წასული. ჩვენ ამას ვაფასებთ და ვსწავლობთ თუ როგორ გახდით ასეთი წარმატებული. ფიქრობ, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, რადგან სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანი წარუმატებელია. ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციაშია და პარალიზებულია. ფიქრობ, საქართველოსნაირი ქვეყანა გვჭირდება, რომ გაწევრიანდეს. ბრიუსელის სამართლიანი სულაც არ არის.
მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს საქართველოსთან, პრეზიდენტ ყაველაშვილთან, რომელსაც ახლახან ნიუ-იორკში შევხვდი. გუშინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გვერდით ვიჯექი და კარგი საუბრები ჰქონდა. დღეს განვაგრძობთ განხილვას მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაქვს ზოგიერთი ქართული ინიციატივა, რომელიც უნდა შევისწავლოთ, გავაანალიზოთ და გავცეთ პასუხები, მაგრამ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონეც. დღევანდელ მსოფლიოში ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და ძალიან ცოტა ადამიანს სურს მეორე მხარის მოსმენა. ასე რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით ყველას მოусმინოთ და ვიმედოვნებთ, ქართული მხარეც ამას გააკეთებს. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს რა სიტყვიან ზოგიერთები ჩვენ შესახებ. ჩვენი საქმეა ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე ვიზრუნოთ. დღესვე ირაკლი კობახიძე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას გერმანიის კანცლერთან, შვეიცარიის პრეზიდენტთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სხვა ლიდერებთან ერთად, რომლის თემაც არის ეკონომიკური უსაფრთხოება და ევროპული დამოკიდებულებების შემცირება. როგორც უკვე გითხარით, ამის შემდეგ უკვე გაიმართება საფრანგეთის ინიციატივასთან დაკავშირებით ღონისძიება, სადაც ლიდერები ოფიციალურად მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ევროპული კოალიცია, ევროპული ქვეყნები თანხმდებიან, რომ ერთობლივად იბრძვიან ნარკოტიკების წინააღმდეგ. მადლობა ნინო არღლიანს. პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ბიძინა ივანიშვილის წერილში, სადაც საუბარია 13 წლის წინ მოპოვებულ გამარჯვებაზე, შიდა და გარე მტრებთან ბრძოლასა და 4 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველი გუნდის შეფასებით კარგად ჩანს ის ფუნდამენტური გარდაქმნა, რაც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2012 წლის 1 ოქტომბერი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თელმა საქართველომ უარი უთხრა ძალადობრივ რეჟიმს. წლები გავიდა, უნებრივია რომ ბიძინა ივანიშვილის წერილშიც აღნიშნულია, რომ რაღაცა გარკვეული შეცდომები იყო, მაგრამ თავარი ის რომ არც ბიძინა ივანიშვილს და არც მის მხარდამჭერებს და ზოგადად საქართველოს მხარდამჭერებს საქართველოში არასოდეს თავარი შეცდომა არ დაუშვიათ. და ეს თავარი შეცდომა არის ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი არის დაცული, საშინაო თუ საგარეო მტრებთან შესაბამისი ბრძოლა ყოველთვის ღირსებით იყო და იქნება. სამწუხაროდ 2012 წლიდან დღემდე არსებულ დროის ჭრილში გარდა ძალიან მნიშვნელოვანი და უდიდესი გამარჯვებებისა იყო გუნდში კონკრეტული ღალატიც, ამაზე ბატონმა ბიძინამ ბრძანა და ამ ყველაფრის ჭრილში მონებრივია რომ გარე ძალები ვისაც არ სურთ საქართველოს პროგრესი, საქართველოს წარმატება, ისინი მუდმივად ცდილობენ ამ ყველაფერში ჩვენი ქვეყნის პროგრესში, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ დისონანსი, საკუთარი ნებასურვილი გაასაღონ ხალხის ნებასურვილად, ამას მონებრივია სახელმწიფო არ დაუშვებს და ჩვენი ქვეყნის განვითარება, პროგრესი თქმა უნდა გაგრძელდება როგორც იყო აქამდე, ასევე 4 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. წერილი ძალიან კარგად ასახავს იმ ფუნდამენტურ გარდაქმნას, რაც ქვეყანამ გაიარა 2012 წლის შემდგომ და იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს სახელმწიფო დგას. საქართველოს ნამდვილად ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარა, უამრავი რაღაც შეიცვალა უკეთესობისკენ, თუმცა დღეს არის ერთგვარი ფინალური ბრძოლა იმისთვის, რომ ან ჩვენ თავად შევძლოთ ამ ქვეყნის მართვა, ან სხვას ვანდოთ მათი ინტერესების გათვალისწინებით ამ ქვეყნის მართვა. რეალურად დღეს საქართველოს სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის მუნიციპალური არჩევნებით ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საბოლოო ჯამში რა არის, რა უნდა გვინდოდეს, რა არის ჩვენი მთავარი სურვილი. ბიძინა ივანიშვილი პირველი გამარჯვებიდან 13 წლის თავზე კიდევ ერთხელ ახსენებს ქართულ ხალხს, რამხელა ბრძოლა მოვიგეთ და რომ ეს ბრძოლა ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. ყოველი არჩევნები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც რეფერენდუმი იყო და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევანიც, იქნება ქართული ხალხის მკაცრი პასუხი იმ საგარეო თუ შიდა მავნებლებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში არეულობას ცდილობენ. ლელოს დაკვეთით იაგო კაჭკაჭიშვილმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოამზადა, რომელიც დამალეს და არ აქვეყნებენ. იაგო კაჭკაჭიშვილი ქრონიკის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ქრონიკამ კვლევის შედეგები მოიპოვა. ლელოს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, როგორც პარტიულ, ასევე კანდიდატების რეიტინგში ქართული ოცნება ლიდერია. კითხვაზე ამ შაბათს რომ ტარდებოდეს მუნიციპალური არჩევნები, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, კახაკალაძეს აქვს 61,1%, ლელოსა და გახარიას საერთო კანდიდატს 25,3%.
7,1%, იაგო ხვიჩიას 7,3%. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, ქართული ოცნება ქვეყნის მასშტაბით ყველგან ლიდერობს, მისი რეიტინგი 60%-ს ხდება. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხულია 1500 რესპონდენტით, ცდომილება +-2,5%-ია. კვლევა სექტემბერში ჩატარდა. გაერთიანებულ სამეფოში 1 ოქტომბრიდან უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემაა მოქმედდა. მიზანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაა. ამ ფონზე თბილისში მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ქართული ოცნებისთვის მიუღებელია მიდგომა, რომლის თანახმადაც ის რაც აუცილებელია სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, დაუშვებელია საქართველოს შემთხვევაში. ოპოზიცია კი ამერიკული ფარას ანალოგს საქართველოში ისევ რუსულს უწოდებს და ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში ეს რეესტრები მხოლოდ მტრული სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა ვერ ხსნიან და პასუხი არ აქვთ კითხვაზე, რატომ ვიგებთ საქართველოსდან დაქირავებული ლობისტების შესახებ ინფორმაციებს ამერიკული ფარადან. ბრიტანეთში მოქმედი ახალი რეგულაციით მათ წინააღმდეგ, ვინც გაერთიანებულ სამეფოში უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედებენ და არ დარეგისტრირდებიან, გამოყენებული იქნება სისხლის სამართლებრივი სანქციები. უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა ორდონიანი სქემაა, რომელიც ამყარებს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის მდგრადობას ფარული უცხო გავლენების მიმართ და უზრუნველყოფს უფრო მეტ გარანტიებს გარკვეულ უცხოურ სახელმწიფოებთან ან ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის. შედეგად დიდი ბრიტანეთი უკეთ იქნება ინფორმირებული გაერთიანებულ სამეფოში უცხოური გავლენების ხასიათის, მასშტაბებისა და ხარისხის თაობაზე. უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის გაძლიერებული დონე უფლებას აძლევს სახელმწიფო მდივანს მოითხოვოს იმ ქვეყნების ნაწილებისა და ორგანიზაციების საქმიანობის ფართო სპექტრის რეგისტრაცია, რომლებიც უცხოური მთავრობებისგან კონტროლდება, როდესაც ეს აუცილებელი იქნება დიდი ბრიტანეთის ინტერესების დასაცავად. კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დარეგისტრირება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ასევე არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია არადარეგისტრირებული შეთანხმებების საფუძველზე განხორციელებულ საქმიანობასთან. თითქოს და მსგავსი არის ის კანონი, რომელიც რუსულ კანონად არის ცნობილი საქართველოს მოსახლეობის პარალელი გავაბონ ხოლმე კანონმდებლობასთან, რომელიც შემუშავებული არის სხვა ქვეყნებში. ამერიკული ფარა იყო მიმართული იმ ქვეყნების და იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ზირს უთხრიდნენ ამერიკულ დემოკრატიას. იულია სანიაძეც აგვიქცა იმ ბაში, მისი ხარჯები რატომ? რა უნდა გისაკუთრებოდ? ჩემი პოლიტიკური მოსია გითხარით და დაკითხვაზე ხო არ ვიყოფები. ორმაგი სტანდარტების უმაღლესი ნიშნული არის თურმე დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკაში უცხოური გავლენა უნდა იყოს დაცული და საქართველოში უცხოური გავლენა უნდა იყოს გაძლიერებული. თურმე აქაური NGO-ები საქართველოში მომარიან, უნდა დაფინანსდნენ ისე რომ საზოგადოებამ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდება და რისთვის და უცხოეთში როცა ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო სექტორი, იქ სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს. აი ეს ორმაგი სტანდარტი დაინახა ზუსტად ქართულმა საზოგადოებამ და ამიტომაც დგას იმ პოზიციაზე, რაზეც დგას. ასეთია სამყარო, როდესაც მას იუპიტერებად და ხარებად ყოფენ. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ნებისმიერი სახელმწიფოს მცდელობას, რომ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი საზოგადოება დაიცვას ფარული უცხოური გავლენებისგან. ამავე დროს ამ სახელმწიფოებს აღარ შეიძლება უბრალოდ კონდეთ რაიმე მორალური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი არგუმენტი საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენს ასევე ვცდილობთ ფარული გავლენებისგან ჩვენი საზოგადოების დაცვას მეტი გამჭვირვალობით და მეტი ღიაობით. ამავე დროს რა თქმა უნდა ეს კანონმდებლობები და მათ შორის დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაც არის გამოაშკარავება იმ პოლიტიკური ტყუილების, რომელთაც ცდილობდნენ რომ გამოეკვებათ საზოგადოება, NGO-ებს გულისხმობ, NGO-ების მხრიდან, როდესაც აპელირებდნენ რომ ეს რაიმე ფორმით ეწინააღმდეგებოდა ევროპულ კანონმდებლობას. ჰექსოგენის სკანდალურ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა იმედი ლაივთან ინტერვიუში. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ სერიოზული საფრთხე აირიდა თავიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასევე ისაუბრა რადიკალური ჯგუფების დაფინანსების სქემაზეც, როგორ ხდება კონკრეტული უნივერსიტეტების და ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს გავლით თანხების შემოდინება. მამუკა მდინარაძემ ინტერვიუში ილაპარაკა ოპოზიციის მცდელობაზე, მოისყიდონ პოლიციელები, სპეცრაზმელები თუ სამართალდამცავი უწყების სხვა წარმომადგენლები. სუსის ხელმძღვანელის განცხადებით, მხოლოდ პოლიციის რიგებში 40,000-ზე მეტი თანამშრომელია, თუმცა ამ დრომდე ერთი ადამიანიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ხელს მოაწერს ღალატზე. სუსის უფროსი გამოეხმაურა ოპოზიციურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც, თითქოს ხელისუფლება გეგმავს, რომ ჩრდილოკავკასიური წარმოშობის მოქალაქეები გამოიყენოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირონ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოს შესწევს ძალა კანონის ფარგლებში და მთელი სიმკაცრით პასუხი გასცეს დესტაბილიზაციის ყველანაირ მცდელობას.
თავში ვიყავი, ბუნებრივია ჩემი ახალი სტატუსი. მას შემდეგ, რაც ფარას კანონმა საქართველოში წარმატებით დაიწყო მუშაობა. ცდილობენ ამ ქვეყანაში თავისი გავლენების გაფართოების მიზნით და მიზნების შესასრულებლად სხვა დაფინანსების გზების პოვნას. და ერთ-ერთ ასეთ გზად შეგვიძლია განვიხილოთ გვერდის ავლის საშუალებად უნივერსიტეტები. მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ყავს საქართველოში და სინამდვილეში დაახლოებით 95-98-99% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს. პერფორმანსები არ იჯება დანაშაული. როდესაც ერთმა ადამიანმა ერთ-მეორე შემთხვევაში დანაშაულები ჩაიდინეს, ეს გამოიხატებოდა აშკარა მოწოდებაში, ოღონდ შეფუთვით, რომ მაგალითად თუ იტყვი სახელმწიფოს მაგივრად ივანიშვილს, მაგალითად თუ იტყვი ქართული სახელმწიფოს მაგივრად ასევე რუსულ რეჟიმს, ან რუსულ სპეცოპერაციას დაარქმევ არჩევნებს, ამით უჩენენ მოქალაქეებს შეგრძნებას, რომ ეს შეიძლება არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა. რაც არ უნდა შეფუთო დამხობისკენ მოწოდება, როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა განახორციელო, ეს არის მოწოდება. წასახალისებლად, გასამართლებლად თუ ასე შემდეგ, თუ კი ვინმე გადაწყვეტს, რომ ეხლა ასეულობით ასეთი განცხადება გააკეთოს, ამისი მიზნობრიობა აბსოლუტურად სხვა არის და შემადგენლობა შეიძლება აქ არ იკითხებოდეს, მაგრამ თვითონ მომწოდებელი, რომელიც მართლა ფიქრობს თავისი დანაშაულებრივი მოწოდების რეალიზებაზე და მისი ობიექტური ნიშნებით ხდება შეფასება სამართლებრივი, აქ უკვე დანაშაულთან გვაქვს საქმე და რეაგირებად შესაბამისი გვექნება. ბევრი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ, რომ მართლაც გამალებით ეძებენ ასეთ ადამიანებს პოლიციის და განსაკუთრებით რატომღაც სპეცდანიშნულების თანამშრომლების რიგებში. მათ შორის პირდაპირ გეტყვით, რომ იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც მაგალითად ზვიად ხარაჯისთან ერთად დატოვეს სპეცდანიშნულების რიგები, მათშიც ეძებენ, მაგრამ არც ერთი სპეცრაზმელი მოღალატეს არ დააძახებინებს არავის. მარტო პოლიციის რიგებში 40,000-ზე მეტი თანამშრომელი, ათეულობით 1000 სამართალდამცველს შორის ჯერჯერობით ერთიც კი ვერ იპოვნეს, რომელიც ამაზე ხელს მოაწერდა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ქართველები დაიცავენ, თუ დასაცავი იქნება და არავის დახმარება ამაში არ დაგჭირდება. მით უმეტეს შიდა საკითხებთან მიმართებით, ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც ჰექსოგენის გამოგვიგზავნეს, იქით ამ მხრიდან ბევრი ასეთი ცნობები მოდის, ნომრებიც ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ეს არის განხორციელებლების. და ეს არ არის შემთხვევითი, ეს კორელაციაშია, ეს ბმაშია, რაღაც დაძაბულობის მუხტი შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება იმისათვის, რომ თითქოს სადღაც ვალდებულები ვართ ჩვენ, რომ ნებისმიერი ზარი შემთხვევაში რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ, ახლა შეიძლება აქადაა განხორციელდეს ზარი, მაინც უნდა დავიცვათ ჩვენ ეს პროტოკოლი, იმიტომ რომ უსაფრთხოების ნორმები ამას გულისხმობს და რესურსად იხარჯება და არეულობის განცდის შემოტანაც ამ უსწური მცველობითაც ცდილობენ. თუ კი ისინი იმას ეცდებიან, რომ რაღაც ტაქსაქსული ეგრეთ წოდებული მენეჯმენტის დროს კიდევ უფრო რადიკალური ღონისძიებები გაატარონ, რომ ლოკალურად რაღაც ემოციები გამოიწვიონ, არავის არ ურჩევა ამის გაკეთებას. არათუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე გაფიქრებასაც არ ურჩევა ამისას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ ამაზე, თუ რამის გაპროტესტება უნდათ, გააპროტესტონ, ოღონდ კანონის ჩარჩვევით. ოპოზიცია კი 4 ოქტომბრის აქციისთვის ემზადება და რადიკალურ გეგმებს აანონსებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტების ყველა ძალადობრივი ქმედება მარცხისთვის არის განწირული. სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს კი სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ეს მშვიდობიანი აქცია რა თქმა უნდა, თუმცა მიზნად ისახავს საკუთარი სიმრავლიდან და მათ შორის რეჟიმის აი ამ ტაქსაქსულობიდან გამომდინარე იმას, რომ მოხდეს ამ რეჟიმის დასასრული. 4 ოქტომბერი არის თვითმმართველობის არჩევნები და ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები. ისევე მაღალი სტანდარტით,
როგორც აქამდე ჩატარებულა. რაც შეეხება დედანაც მოძრაობის და მისი ფილიალების ილუზიებს და სიზმრებს, რევოლუციებზე და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა, მცდელობა ექნება სამწუხაროდ, ძალადობრივი, რასაც ვითომ მშვიდობით ამბობდნენ, მაგრამ მე სურათებზეც და განცხადებებშიც გამოხატეს, რომ ეს არის ძალადობრივი, რა თქმა უნდა, განწირულია მარცხისთვის. 4 ოქტომბრის გეგმას ისინი უწოდებენ მშვიდობიან რევოლუციას, ასე ვარდების რევოლუციას უწოდებდნენ, რის შემდგომაც ჰქონდა სისხლიანი 9 წელი. სწორედ ასეთი ლამაზი ეპითეტებით ამკობენ იმ ძალადობას და მავნებლობას, რომელსაც თავადვე არ უარყოფენ, აპირებენ ყოფილი ძალონების თუ სხვადასხვა ფიზიკური ძალის გამოყენებით ძალადობას, სახელმწიფოს ანტიკონსტიტუციური მეთოდებით დამხობას და ამ პირობებში, როდესაც ემუქრებიან ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, დარწმუნებული ვართ და უკვე ვხედავთ, რომ თითოეული მათგანი საკადრის პასუხს მიიღებს. ყოველ შემთხვევაში 4 ოქტომბერი იქნება ქართული ხალხის და ქართული ოცნების გამარჯვების დღე, ყველა სხვა დანარჩენი კი დამარცხდება ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. მათთვის ძალადობა, კონსტიტუციის დარღვევა, სამართლის წესების და დადგენილი რეგულაციების გვერდისავლით, ძალადობით, ბულინგით, სისხლით, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით და ასე შემდეგ არის ჩვეულებრივი მოვლენა და სამწუხაროდ ამ მათთვის ეგრეთ წოდებულ ჩვეულებრივ მოვლენას სიჩუმით ეგებება ევრობიუროკრატია, ყველა ვინც შეეცდება ქვეყანაზე, ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ არჩევანის უფლებაზე ხელი აწიოს და განახორციელოს ძალადობა, აუცილებლად ყველა მიზეზის გარეშე მიიღებენ ადეკვატურ, სამართლიან და საკმაოდ მკაცრ პასუხს სახელმწიფოსგან. ხელისუფლება კორუფციასთან შეუწყნარებელი იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება. მამუკა მდინარაძე მისაუბრა ყოფილ თანაგუნდელებზეც. მისი თქმით, როდესაც რთული გამოწვევების ფონზე გუნდის უმრავლესობა იბრძვის ქვეყნისთვის, ამის პარალელურად კორუფციაში და არაკანონიერ გარიგებებში შესვლა საკუთარი გუნდის და ქვეყნის ღალატია. კორუფციასთან ბრძოლა შეუქცევა და გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც და ვიდრე ჩვენი გუნდი ამ ქვეყნის სათავეში იქნება. აბსოლუტურ გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ კორუფციასთან ვიქნებით შეუწყნარებლები. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, პირადად ჩემთვის, მათ შორის, თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში იმგვარად გარეული, რომ მას დაუმტკიცდება დანაშაული, ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის. არავის მიმართ არ ვიქნებით შემწყნარებლები, გზები და შედეგები, სკოლები, რომლებიც უნდა აშენებულიყო და არ აშენდა. არა მხოლოდ უკანონობას და ამორალურობაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ კორუფციის შედეგებით. არამედ ამ შედეგებზე უნდა ვისაუბროთ, რად უჯდება შემდეგ ვიღაცის მიერ კორუფციულ გარიგებებში შესვლა, რად უჯდება ქვეყანას, რად უჯდება სკოლის და ბაღის მოსწავლეს, მის მშობელს, მუნიციპალიტეტს თუ საზოგადოების სხვა ნებისმიერ წარმოადგენს თუ ზოგადად ქვეყანას. როდესაც ერთი მხრივ გუნდის უმრავლესობა იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის ამ რთული გამოწვევების ფონზე, ამ დროს მეორე მხრივ კორუფციაში შესვლა, არაკანონიერ გარიგებებში შესვლა შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც პირდაპირ ღალატად საკუთარი გუნდის და შემდეგ რა თქმა უნდა ქვეყნის. მაგრამ დანდობაც ვერ იქნება იმ ადამიანების, ვინც ორმაგ დანაშაულს ჩადიან, იმით რომ აი ამ პირობებში კორუფციულ გარიგებებში შედიან სხვებთან. ჩვენ არ ვაპირებთ გავიდეთ სამართლიანობის ჩარჩოებიდან, რაც არ უნდა ლეგიტიმური მიზანი გამოზრავითეს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ასე შემდეგ. კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფო შეუვალი იქნება. ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა მართლ გუნდშიც. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს განცხადებები ერთგვარად პრევენციული ხასიათისაც არის. საქართველო არის ოცეულში კორუფციასთან ბრძოლას მიმართებაში და უკრაინა არის კორუმპირებულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე და მოლდოვა მესამე ადგილზე. ესეც საზოგადოებას ხშირად უნდა შევახსენოთ ხოლმე. როგორი ორმაგი სტანდარტები აქვს სამწუხაროდ მათ შორის უცხოელ ზოგიერთ პარტნიორს.
და ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში კორუფციას და ბრძოლა გაგრძელდება. რეალურად ეს არის ერთგვარი პრევენციული განცხადებებიც მათ მიმართ, იქნებიან ეს ტენდერში მონაწილე კომპანიები, საჯარო მოხელეები თუ ნებისმიერი ადამიანი, ისე მოქალაქე ამ ქვეყნის, რომელიც შეეცდება რომ რაიმე ფორმით მიითვისოს საზოგადოების ხალხის ფული. ეს უნდა იყოს ერთგვარი გაფრთხილება, მაქსიმალურად ყურადღებით კანონის დაცვით განახორციელონ თითოეული ქმედება, თუ ასე იქნება, მაშინ პირიქით სახელმწიფო დაუდგება აბსოლუტურად ყველას გვერდში, რომ რაღაც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე აკეთონ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება შეუვალი. ბუნებრივია ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ჩვენ ხედავთ კორუფციულ დანაშაულს, მაშინ როდესაც ჩვენი ხელისუფლება, ქართველი ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ქვეყანა იყოს სუვერენული, ეკონომიკურად განვითარებული, დგანან ვიღაც კონკრეტული ჩინოვნიკები, როგორც აღმოჩნდა და საკუთარ კეთილდღეობას იწყობდნენ ქვეყნის და ხალხის ხარჯზე. ამიტომ ეს ყველაფერი ბუნებრივია იქნება სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად პასუხგაცემული. საბოტაჟის მტრულსაქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება. საქალაქო სასამართლოში დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქრისტინა ბოტკოველი, იგივე ნენსი ვოლანდი. მასთან გამოძიებას კითხვები ჯგუფ დაიტოვეში გაკეთებულ რადიკალურ მოწოდებებთან დაკავშირებით ჰქონდა. ზოგადი კითხვები იყო, არ ვიცი, ესე ვერ გამოვყოფ, არც ვიცი, მაქვს თუ არა უფლება ამაზე ვილაპარაკო და დეტალებში შევიდე. ამ ჯგუფში ხდებოდა მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯგუფი გამოყენებული იქნებოდა იმ მიზნით, რომ შეგროვებული იქნებოდა თანხა ჯარიმების გადასახდელად. აღნიშნული მოწოდება ცალსახად ეწინააღმდეგება თავად ამ ჯგუფის მიზნებს, ვერას დაადასტურა ქრისტინა ბოტკოველმა, თუმცა მიუხედავად ამისა, დაუშვეს ის, რომ ეს ჯგუფი გამოყენებული ყოფილიყო ამ მიზნით და ასევე ძალადობრივი აქციებისკენ მოწოდებისთვის და რა თქმა უნდა ამ ნაწილში დაესვა ქრისტინა ბოტკოველს კითხვა, მათ შორის მას როგორც ამ ჯგუფის ადმინისტრატორს ჰქონდა ჯგუფში სხვადასხვა ტიპის მოწოდებები, ასევე პირად გვერდზე ასე თქვა დაუმორჩილებლობის ამბოხისკენ მოწოდება. ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის განხილვისთვის ემზადებიან. რეზოლუციის ავტორები ისევ აქციის დროს დაკავებულების და პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვენ. მმართველი გუნდისთვის ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მათივე თქმით ამ დოკუმენტის ხელმომწერები საქართველოში პროცესების დესტაბილიზაციას ღიად ცდილობენ. ევროსაბჭო კი არ არის შეშფოთებული. შეშფოთებული არის ზოგიერთი ევროსაბჭოს წევრი, პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ამჯერად ევროსაბჭოს ინსტიტუტებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. მათ და აქ საუბარი გვაქვს სხვათა შორის სამწუხაროდ ისევ იმ პირებზე, რომლებიც აი აქ საპარლამენტო არჩევნების წინ იყვნენ ჩართული იმ სპეცოპერაციაში, რაც მოუწყეს ქართულ სახელმწიფოს სამწუხაროდ არჩევნებთან და არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს პირები, ზინგერისები და ბულაები და ასე შემდეგ კოლექტიურად ეს ადამიანები არიან სწორედ დაინტერესებული, რომ ის რა პროცესების დღეს მიდის გარდაქმნა, გაჯანსაღება სახელმწიფოში, ეს პროცესები არ მოხდეს. და ისევ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, მის წარმომადგენლები ერთიანად აღებული, არ მოხდეს მათი პოლიტიკური სივრციდან გარიყვა კონსტიტუციური პროცესის გზით. კარს მომდგარი არის არჩევნები და კვლავაც იმ შინაარსის დოკუმენტის მიღებას ცდილობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი სიმართლისგან და რომ ჩაიკითხოთ ეს დოკუმენტი, ნახავთ რომ არ არის პრაქტიკულად 2-3 წინადადება, სადაც არ იყოს 4-5 არასწორი ინფორმაცია, დეზინფორმაცია და ტყუილი შიგნით ჩაწერილი. ამიტომაც ბუნებრივია რომ ეს ზეწოლა და ბულინგი, ეს ძალმომრეობა ვერ მოახდენს სათანადო გავლენას ჩვენ საზოგადოებაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის სად არის სიმართლე, ხალხმა არაჩვეულებრივად იცის ხელისუფლება რას აკეთებს ჩვენი საზოგადოების დასაცავად. თურმე საერთაშორისო ინსტიტუტები ყოველკვირეულად ცდებიან, როცა აფესებენ საქართველოში დემოკრატია წინ მიდის, ეკონომიკა ვითარდება, გამჭვირვალობა საჭიროა, მთავრობის ნდობის ხარისხით წინ მიდის ქვეყანა და ამ დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამბობს, რომ საქართველოში არის რთული სიტუაცია. ეს ხო დისკრედიტაციას ნიშნავს საკუთარივე ევროპის ინსტიტუტების, საკუთარივე საერთაშორისო სასამართლოში ევროპის, რომელიც ასევე ამბობს, რომ ნაცმოძრაობა და მისი
მაშინდელი ბელადი სააკაშვილი იყო დამნაშავე რეჟიმის ხელმძღვანელი. შესაბამისად სამწუხაროა, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია უკვე, რასაც მათ შორის ამერიკის პრეზიდენტიც კი ამბობს, რომ სერიოზული კრიზისი არსებობს ევრობიუროკრატიაში. პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში შეპეს კინდერლი ჯორჯია დააფუძნეს, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალ კომპანიას წარმოადგენდა. ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. მოპოვებული მტკიცებულებები დგინდება, რომ ბრალდებულებს დაარსებული ჰქონდათ შეპესე კინდერლი ჯორჯია, რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის. კერძოდ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით შეპესე კინდერლი ჯორჯია ახდენდა სუროგატი დედების მოძიებას და მათთან დებდა ხელშეკრულებას ბიოლოგიური მშობლების სახელით, როგორც მათი წარმომადგენლები. ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 670,000 ამერიკულ დოლარზე მეტი თანხა. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ქრონიკა ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა გამოხატეს მზაობა იმუშაონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი თეთრი სიები იყო. მინისტრმა მხარეებს ახალი მოდელი გააცნო. ცვლილების მიხედვით თეთრი სიის შემთხვევაში 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 60%-ით განისაზღვრება, 2027-ში 70%-ით, 2028 წელს 80%-ით. 2029 წლიდან კი სრულად ახალი მოდელი ამოქმედება, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები თეთრ სიაში მოხვდებიან და ისარგებლებენ შესაბამისი შეღავათებით. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ფასების პოლიტიკას. ის პრაქტიკა, რაც იყო თეთრ სიასთან მიმართებაში, იყო არასწორი პრაქტიკა და ამაზე მე მგონი ყველანი შევთანხმდით საბოლოო ჯამში ბიზნესის და ჩვენს. შესაბამისად, მთავრობამ დაიწყო ქმედებების განხორციელება, რომელიც ამ პროცესის განჯასაღებას უნდა შეუწყოს ხელი. დღეს ჩვენ შევთავაზებთ ბიზნესის გარდამავალი ეტაპი, რომელიც გვექნება ამ მიმართულებით, 3 წლიანი ეტაპი, როდესაც ეტაპობრივად მოხდება საავანსო გარანტიების გაზრდა და უკვე 2029 წლიდან ჩვენ ახალი სისტემით, ახალი პროცედურებით განვაგრძობთ მუშაობას. ყველა ყოველფილი, რადგანაც გარდამავალ ეტაპზე დაახლოებით 4 წლის განმავლობაში იქნება შეზღუდვები, ანუ თუ დღეს იყო 50% თეთრი სიით, მომავალ წელიწადში იქნება 60, 70% ესე განვითარდება საფეხურებად, რაც მიწევს ბიზნეს საშუალებას, რომ ეტაპობრივად გადავიდნენ და მოემზადონ უფრო კადრ კონკურენციისთვის. დავით სონღულაშვილი რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფება, სადაც სამინისტროში შემავალი უწყებების რეგიონულ ოფისებს დაათვალიერებს, ადგილობრივ საწარმოებს გაეცნობა და ფერმერებთან და მეწარმოებთან შეხვედრებს გამართავს. მინისტრი ონის მუნიციპალიტეტში მდებარე რაჭის ეროვნულ პარკს ესტუმრა, რომელიც 2023 წელს შეიქმნა. ეროვნული პარკის გაფართოებისა და განვითარების მიზნით უკვე მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტი. მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი ოფისიც დაათვალიერა, რომელიც რეგიონის 4 მუნიციპალიტეტს ემსახურება. დღესვე მინისტრი გაეცნობა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, ასევე დაათვალიერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისს. რაჭაში ფართოვდება დაცული ტერიტორიების არეალი, შესაბამისად ადგილზე გავეცანით სამუშაო პროცესს. ჩვენ თითოეული პროგრამა, რომელიც გვაქვს სამინისტროს ფარგლებში, მნიშვნელოვანი არის, რომ მოცემული იყოს მეწარმეების, მცირე და საშუალო მეწარმეების საჭიროებებზე. რაჭა ემზადება რთველის დასაწყებად, ადგილზე
ნახეთ სამზადis ერთოლთა მიმართებით, გავეცანით მევენახეების მოთხოვნებს ადგილზე. ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრის ვიზიტი ჩვენს რეგიონში, ვინაიდან ადგილზე ხდება პრობლემების გაცნობა, იმ გამოწვევების გაცნობა, რომელიც გვაქვს ჩვენ და შესაბამისად ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება. რაჭა გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, ბუნებრივი ძეგლებით და დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ამ სიმდიდრის შენარჩუნებას. ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ ციკლაური პროპორციული სიის პირველ ნომერთან საბა კვილაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. აცნობს სამომავლო გეგმებს და პროექტებს, რის განხორციელებასაც მუნიციპალიტეტში მომდევნო 4 წლის განმავლობაში აპირებს. ქართული ოცნების კანდიდატს მოსახლეობა აცნობს საკუთარ მოსაზრებებს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ, კულტურულ და ჯანდაცვის პროგრამებზე. ვისაუბრე სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მოსახლეობას დავპირდი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ ახალციხის და ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. მოვისმინეთ მათი საჭიროებები და შევპირდით, რომ პრიორიტეტების მიხედვით ადეკვატურ დროში გადავჭრით მათ პრობლემებს. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი საგანმანათლებლო პროექტი საარჩევნო მედია სკოლა დასრულდა. საპილოტო პროექტის მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო საკითხების შესახებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო. საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეებს სერტიფიკატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ცესკოს პრეს-სპიკერმა გადასცეს. სკოლის ფარგლებში ახალგაზრდებს ინფორმაციას უზიარებდნენ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, ისე წამყვანი ექსპერტები დარგის საარჩევნო გაშუქების თემატიკის ირგვლივ საერთაშორისო სტანდარტების თაობაზე. ამ პროცესში მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოში არსებულ რეგულაციებზე თუ წარმატებულ თუ წარუმატებელ გამოცდილებაზე, არამედ ასევე მათ გაუზიარეთ საერთაშორისო გამოცდილება იმ უმნიშვნელოვანეს სფეროში, რასაც არჩევნები და მედია ჰქვია. პროექტი საარჩევნო მედია სკოლა, რომელმაც მისცა შესაძლებლობა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს მოესმინათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისგან და დარგის ექსპერტებისგან ინფორმაცია არჩევნების შესახებ, თუ როგორ ხდება არჩევნების ორგანიზება, როგორი არჩევნების გაშუქების სტანდარტები. პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან სამომავლოდ ძალიან დამეხმარება ჩემს პროფესიაში. ჯანდაცვის მინისტრმა ონის მუნიციპალიტეტში ახლად გახსნილი ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი მოინახულა, რომელიც ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს. ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი ონის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სამინისტროსა და ონის მუნიციპალიტეტის მერის ერთობლივი მუშაობის შედეგად გაიხსნა. კაბინეტი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით და კვალიფიციური კადრებით. ჯანდაცვის მინისტრმა პერსონალთან შეხვედრისას მაღალი ხარისხის სერვისებსა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში საერთაშორისო მხარდაჭერით იყო გათვალისწინებული ბავშვებისთვის სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა. და სამწუხაროდ იმხანად ეს ერთგვარი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხის მხრიდან ეს თემა და იმხანად თითქოს ონის მუნიციპალიტეტის ბავშვები დარჩებოდნენ სტომატოლოგიური მომსახურების გარეშე. სახელმწიფომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ამ დახმარების შეწყვეტის პირობებში, რა თქმა უნდა, უზრუნველყო აბსოლუტურად თანამედროვე უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტის მქონე სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა. მოემსახურებათ უშუალოდ ბავშვებს, სოფლათაც ქალაქ ონის რაიონში მაცხოვრებელ ბავშვებს, რომელთაც უფასოდ გაეწევათ თერაპიული და ქირურგიული манипуляციები და აღარ მოუწევთ მათ რეგიონებიდან, რაიონიდან გასვლა და ადგილზე ჩაუტარდებათ ყველა ის манипуляცია, რომელიც მათ ესაჭიროებათ. აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა სპეციალური პროგრამით წარდგა, შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების პოპულარული საგუნდო ნაწარმოებები. ქალთა კაპელა გამოვიდა მსმენელის წინაშე ძალიან დიდი წარმატებით, არაჩვეულებრივად ზეაღმატებული კონცერტი იყო, ეს იყო ბოლო კონცერტი, მუსიკალური ბათუმი 2025-ის ბოლო მეცხრე კონცერტი და ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ კლასიკური მუსიკა, რომ მუსიკა და საერთოდ ხელოვნება ამ არაჩვეულებრივ ქალაქში არის ძალიან აქტუალური.
ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები შეერთებული ქრონიკა 14-ზე დასრულებულია ეთერში დაბრუნდებით ზუსტად 16 საათზე. დროებით.